გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ლეილა და გთხოვთ რომ გადავხდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწერთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტაროთ და ლაიქოთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს გვექნება საუბარი კირჩხიბებზე, თუ რა ელის კირჩხიბებს 2025-ში მოვიშველიებ ჩემს ჩანაწერებს, რადგან ზეპირად ამ ყოველს დამახსოვრება უბრალოდ შეუძლებელია. მას ძვირფასო კირჩხიბებო, დავიწყოთ რეტროგრადული მერკურით. მას წელს გვექნება 3 რეტროგრადული მერკური და აქედან რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. რეტრო მერკურის დროს არ ვიწყებთ არაფერს ახალს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თუ კი დაიწყებთ რაიმე ახალს, არ მოგეწონებათ შედეგი. ან სიტყვაზე თუ გამოიწერთ, ან იყიდით, ან მსგავსი სიტუაცია იქნება, ამ შემთხვევაშიც რაღაც ან გვიან ჩამოვა, ან გაფუჭებული იქნება და მოკლედ არ იქნებით კმაყოფილი. ეს პერიოდებია, ესე იგი, პირველი რეტროგრადული მერკური არის 15 მარტი 7 აპრილის პერიოდი, ეს არის თქვენი მეათე სახლი, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ სანამ მეათე სახლზე ვისაუბრებ, თუ რა შეიძლება ნიშნავდეს რეტრო მერკური მეათე სახლში. რეტრო მერკური ზოგადად ძალიან კარგია ხოლმე, რომ დაუბრუნდეთ რაიმე ძველს და დახვეწოთ რაიმე ძველი. დაუბრუნდეთ ძველ საკითხებს, რა ვიცი, გადასაჭრელ ამოცანებს და მიიყვანოთ ფინალამდე, ასე ვთქვათ. და მეათე სახლი ზოგადად რეტრო მერკური რას გვეუბნება მეათე სახლში, ანუ კარიერა, სტატუსი ძალიან აქტუალური იქნება და რაღაცა ამ კუთხით შესაძლებელია, რომ დაუბრუნდეთ აი ამ საკითხებს, ხო? გარდა ამისა, როგორც კარიერულ ამბავში, ასევე სტატუსი მხოლოდ კარიერას არ გულისხმობს, ანუ გულისხმობს მაგალითად ოჯახურ სტატუსსაც, ხო, მაგალითად დედა, მამა და მეუღლე და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან აქტუალური იქნება ძველს დაუბრუნდებით და დიდი ალბათობით რაღაცებს გადაწყვიტავთ ამ მიმართულებით. შემდეგი არის მეორე რეტრო მერკური 18 ივლისი 11 აგვისტოს პერიოდი, როდესაც აქტუალური იქნება თქვენი მეორე სახლი. მეორე სახლი არის რესურსები, ანუ ადამიანური რესურსები და ასევე ფინანსები. დაუბრუნდებით ფინანსურ საკითხებსა თქვენ თავთან შეიძლება დაუბრუნდეთ, თქვათ ადრე თუ ცეკვაზე დადიოდით, გადაწყვიტეთ, რომ ისე ვიაროთ ცეკვაზე, ან სიტყვაზე რაღაც უნარებს, რომელიც გაგაჩნდათ ადრე, მიტოვებული გქონდათ და ახლა შეიძლება მიუბრუნდეთ აი ამ საკითხს, ან დაპაუზებული გქონდათ. და რა თქმა უნდა, ფინანსები, ანუ რაღაც ძველ ფინანსურ საკითხებს, ან შეიძლება ვალიც დაგიბრუნონ, არ არის გამორიცხული თუ არის ვინმე ესეთი თქვენ ცხოვრებაში. მესამე რეტრო მერკური არის 9 ნოემბერი 29 ნოემბერის ჩათვლით, ეს არის თქვენი მეექვსე სახლი. მეექვსე სახლი მეტყველებს სამსახურზე, იმაზე რა ქვია, შინაურ ცხოველებზე და ჯანმრთელობაზე. ანუ აქტუალური იქნება შემდეგი საკითხები, ესე იგი ჯანმრთელობა, ოჯახური ცხოველები, შინაური ცხოველები და სამსახური. მოკლედ, შემდეგი არის რეტრო ვენერა. მოგახსენეთ, რომ რეტრო ვენერას დროს არ არის ხოლმე კარგი დაოჯახება, რადგან თუ კი ოჯახ შექმნით ამ პერიოდში, დიდი ალბათობით ამ ოჯახს სითბო, სიყვარული და ოჯახური ბედნიერება ეკლდება. ასევე მაინც და მაინც ახლა არ დამთხოვეთ ამ პერიოდისთვის ესთეტიკური ჩარევები, იმიტომ რომ თუ გეგმავთ რამე ესთეტიკურ ჩარევებს, ნუ ამ მომენტში ამ პერიოდისთვის არ იერჩევთ ამას. შემდეგი, ხო, ანუ პერიოდი, ესე იგი 2 მარტი 13 აპრილის ჩათვლით იქნება რეტროგრადული თქვენს მეათე სახლში. მეათე სახლი ისევ და ისევ სტატუსზე და კარიერაზე მიუთითებს სტატუს როგორც ოჯახურ სიტუაციაში, ასევე ნახეთ, ესეც არ არის შემთხვევითი, რომ თქვენს მეათე სახლში არის ვენერა რეტროგრადული, ხო? ზოგადად მეათე სახლი ძალიან აქტუალური იქნება, ეს სტატუსური ამბები ძალიან აქტუალური იქნება თქვენს ცხოვრებაში აი ამ პერიოდისთვის. შემდეგ პირველ სახლში იქნება 1 აგვისტოს 26 აგვისტოს ჩათვლით, სადაც მაქსიმალურად იკაშკაშებთ და ძალიან თვალშისაცემად ლამაზი მომხიბვლელი იქნებით და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი. ასევე მე-7 სახლი იქნება 25 დეკემბერი 18 ივნისის ჩათვლით და შემდეგ პრინციპში 18 ივნისი თუ არ ვწდები 2026 წლამდე იქნება. და მას
ესე იგი, რისთვის არის კარგი, რომ მაქსიმალურად იბრძყინოთ პარტნიორულ ურთიერთობებში, ოჯახურ ურთიერთობებში და ასევე კარგია, ანუ მეტოქეებზე ძლიერები იქნებით რა, აი ამის თქმა მინდა და შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, იკაშკაშებთ და იბრძყინებთ აი ეს პერიოდი, ამ პერიოდში. შემდეგი არის მარსი, რეტრო მარსი, რომელიც 7 იანვარი 24 თებერვალს მოიცავს და ის იქნება თქვენს ხო, რეტროგრადული მარსის დროს ზოგადად ვიცით ხოლმე რაღაცა გვეზარება ხოლმე, ან უენერგიობას გრძნობთ ხოლმე და პრინციპში კარგია ხოლმე რომ გამოიყენოთ ეს პერიოდი დასასვენებლად, ხო? და ზოგადად მარსი იმოძრაობს ამ პერიოდში, ესე იგი მე-12 პირველ სახლებში და პირველ სახლში კერძოდ იქნება 7 იანვარი 19 აპრილის ჩათვლით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ყურადღებას დაუთმობთ იმას ვიზუალს, პიროვნულ თვისებებს, პიროვნულ მახასიათებლებს და ვიზუალს, ანუ როგორ გამოიყურებით. და შეგიძლიათ თქვათ თუ გეგმავდით რომ რაღაცა ვარჯიში დაიწყოთ, ძალიან კარგი პერიოდია, რომ უბრალოდ კი თუ პირველად იწყებთ, ამას არ ვამბობ. ანუ თუ ადრე ვარჯიშობდით და ეხლა გინდათ რომ დაუბრუნდეთ, ძალიან კარგი პერიოდია ამისთვის. შემდეგი არის იუპიტერი ბედნიერების და იღბლის პლანეტა, იღბალი მოაქვს და ძალიან კარგია რომ ის თქვენს პირველ სახლში შევა. ეს იქნება პირველი უბრალოდ 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ამ პერიოდში და შემდეგ 1 ივლისის ესე იგი 2006 წლამდე გაგრძელდება ეს. და ესე იგი რა ხდება ამ დროს? ზოგადად ამ პერიოდში კარგია ხოლმე რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე და საკუთარ პიროვნებაზე და იუპიტერი აი ამისთვის გზას გაგიკოლოთ, მაგრამ მეორეს მხრივ თუ არ დაკავდებით საკუთარი თავით, შეიძლება წონაში მოიმატოთ და გაგექცეთ წონა, ასე რომ ვისაც ეს რა თქმა უნდა აწუხებს, ხო? ასე რომ და თუ ვიღაცას პირიქით წონაში მომატება გინდოდათ, ფანტასტიკური პერიოდია. მოკლედ ეს პერიოდი გამოიყენეთ საკუთარ თავთან სამუშაოდ, საკუთარ პიროვნულ მახასიათებლებზე და ფიზიკურ მონაცემებზე. შემდეგი არის სატურნი. სატურნი თქვენს მე-10 სახლში შედის 26 მაისიდან 2 სექტემბრის პერიოდში და შემდეგ 2026 წლის თებერვლიდან უკვე მთლიანად შევა თქვენს მე-10 სახლში. და აქვე ვიტყვი ნეპტუნისა და სატურნის შეერთებაზე აგვისტოში, თუმცა ჯერ ვისაუბროთ მე-10 სახლში სატურნზე. ზოგადად სატურნის სახლია მე-10 სახლი, შესაბამისად მაქსიმალური, ანუ ძალიან იღბლიანი პერიოდია რა აი ამ კუთხით მართლა. და ესე იგი სტატუსი, კარიერული წინსვლა, ოჯახურ სტატუსზეც არის აქ საუბარი, მაქსიმალურად იღბლიანი და აქტუალური იქნება. ანუ ყველაფერი თქვენ და სასიკეთოდ მოხდება და გაგვიწვიმდა მე მგონი, მაგრამ იმედია რომ ჩავამთავრებ, თუ არა დავაპაუზებ და სხვა მასში გავაგრძელებ ჩაწერას. ესე იგი, ხო, ნეპტუნის და რა ქვია, ნეპტუნის და სატურნის შეერთება აგვისტოში. სატურნი არის ძალიან წესჩვეულებებზე, კანონებზე დაყრდნობილი პლანეტა, ასე ვთქვათ და ნეპტუნი პირიქით, ნეპტუნი არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნიათ. და პრინციპში აგვისტოს თვე ძალიან კარგია იმისთვის, რომ ოქროს ბალანსი, ოქროს შუალედი იპოვოთ და თუ ძალიან ქაოსში ხართ, დაალაგოთ ეს ყველაფერი, თუ პირიქით ძალიან ზედმიწევნით, ზოგჯერ შემაწუხებლადაც კი ძალიან ზუსტი ხართ, შეგიძლიათ რომ ეს დააბალანსოთ და უფრო მოქნილი გახდეთ და ძალიან კარგია თუ გამოიყენებთ ამ პერიოდს. ასევე ძალიან კარგია თუ იცით როგორი თემა იქნება, ანუ ძალიან ბევრი ცვლილება იქნება რა, ბევრი საგანი მოვლენა ადამიანი გავა თქვენ ცხოვრებიდან და ბევრიც შემოვა. ანუ რაც მაქსიმალურად განავითარებთ და წინ წაგწევთ, ასე ვთქვათ. შემდეგი არის ურანი. ურანი მე-12 სახლში 8 ივლისი 9 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ 2026 წლის აპრილში კიდე მთლიანად შევა. მე-12 სახლში ზოგადად ურანი არის სიურპრიზების პლანეტა და მე-12 სახლში მისი
ყოფნა ნიშნავს იმას, რომ უცაბედად ხდება, უცაბედ იცვლებები ხდება, უცებ ვიღაცა შეიძლება შეხვდეთ, უცებ ვიღაცა შეიძლება გაშორდეთ, დაშორდეთ, ან ეს შეიძლება სხვადასხვა მიმართულებითაც ვიმსჯელოთ, ხო, მაგალითად შეიძლება უცებ დაგაინტერესოთ ეზოთერიკამ. მოდით მე-12 სახლის საკითხები ჩამოვთვალოთ, ხო? ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია მათ შორის, ციხეები, მავნე ნივთიერებები, ასევე მოგზაურობა, ემიგრაცია, რელიგია, ყველაფერი ამას განაგებს. აქტუალური იქნება ყველაფერი ეს საკითხი, ურანი მოგიტანთ ცვლილებებს ყველაფერი ამ საკითხში. შემდეგ არის ნეპტუნი, რომელიც ისევ და ისევ თქვენს მეათე სახლში იქნება 31 მარტი 23 ოქტომბრის ჩათვლით და შემდეგ 2026 წელს მთლიანად შევა თქვენს მეათე სახლში. ნეპტუნი, თქვენ უნარებს, შესაძლებლობებს საზღვრები არ ექნება. მაქსიმალურად შეცვლით თქვენ გარემოს და საერთოდ შეიძლება სხვა ადამიანი შექმნათ თქვენი თავისგან, ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია და მაქსიმალურად გამოიყენეთ. შემდეგი არის პლუტონი თქვენს მერვე სახლში არის უკვე 24 ნოემბრიდან და 20 წელი იქნება ის იქ. პლუტონი მერვე სახლში, პლუტონის თავის სახლია რეალურად მერვე სახლი და ძალიან ტრანსფორმაციულია. როგორც გითხარით რა, ძალიან ტრანსფორმაციული წელი გექნებათ ძვირფასო კირჩხიბებო. პლუტონი მერვე სახლში, ჯერ სახლის თემატიკას ჩამოვთვალოთ. ესე იგი სექსუალური ურთიერთობები, ფილოსოფია, ბანკები, ფული, დიდ ფულზეა საუბარი, ეზოთერიკა, სიკვდილსიცოცხლის საკითხები, რაღაც ზებუნებრივი ძალები და ასე შემდეგ. ყველაფერი ესეთი 20 წელში, ესე იგი, სამყაროს სხვანაირად დაიწყებთ სამყაროს აღქმას. ადრე თუ საერთოდ სხვანაირად ფიქრობთ სამყაროზე, ამ 20 წელში იმხელა ტრანსფორმაცია გიქნებათ, აგერ მეათე სახლიც მიუთითებს ამაზე, რომ საერთოდ სულ სხვა გარემოცვა, სულ სხვა ადამიანები, სულ სხვა სულ სხვა აღქმა, ხო? შეიძლება ის ზოგიერთი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ სულ სხვანაირად დაიწყოთ მისი აღქმა. შემდეგი არის კეტუ და რახუ, რომელიც ნიშანს იცვლით 12 იანვარს, ის იქნება თქვენს მე-9 და მე-13 სახლში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წელიწად ნახევარი იქნება 18 თვე ამ სახლებში, მიუთითებს იმაზე, რომ მოგზაურობა, სწავლა, განათლება, იურიდიული საკითხები, დოკუმენტაცია, ენები, უცხოელები, ფილოსოფიური აღქმა, რაღაცა რელიგიურ ჭრილში თუნდაც და ემიგრანტობა, საცხოვრებლისის შეცვლა, გადასვლა და ესეთი ცვლილებები, დიდი ალბათობით უმეტესობა კირჩხიბების სხვაგან გადავა საცხოვრებლად, ხო? ან უბრალოდ იმოგზაურებს, გასვლითი ღონისძიებები გექნებათ, მოდი ასე ვთქვათ. და იმ მომენტში იქნება, ესე იგი, ბრჭყალებში გამოწვევით შესაბარებელი. შემდეგ იქნება დაბნელებები, გვექნება 2 მთვარის და 2 მზის დაბნელება. პირველი მთვარის დაბნელება იქნება 14 მარტს მე-3 სახლში, ესე იგი მოკლევადიანი მანძილები, მოკლევადიანი განათლება და მოკლე მანძილებით გადასვლა საცხოვრებლად ან თუნდაც რაღაცა პერიოდით სამოგზაუროდ, ხო? ასევე მეტყველება და დაძმებთან ურთიერთობა. მზე მეათე სახლში 29 მარტს, ისე და ისე მეათე სახლი, ხო? სტატუსი და კარიერა. და უფროსებთან ურთიერთობაც მათ შორის. მე-9 სახლი მთვარის დაბნელება 7 სექტემბერი ეს მიუთითებს სწავლა, განათლება, მასწავლებლები, რელიგია, ფილოსოფია, ესენი იქნება აქტუალური საკითხი. მზე მე-3 სახლში, მზის დაბნელება მე-3 სახლში 21 სექტემბრის პერიოდში, როდესაც ისე და ისევ ტრანსპორტი, მოკლევადიანი სწავლება, მოგზაურობა და საცხოვრებლის შეცვლა, ხო? ესე იგი დაბნელებები რაზე მიუთითებს ხოლმე? დაბნელებები მიუთითებს კულმინაციაზე ძირითადად. ეს იქნება კულმინაციების პერიოდი, ხო? და რაღაცა დაგვირგვინების. შემდეგ კი, პრინციპში ვთქვით ყველაფერი, მინდა რომ წარმატებული წელი გქონდეთ, რა თქმა უნდა, პერიოდულად ცალ-ცალკე კიდე
ჩავწერ ვიდეოებს უფრო კონკრეტულად ცალ-ცალკე პლანეტებზე. და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, თვალი ადევნეთ ჩემს გვერდს, ჩემს არხს და აბა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ მომისმინეთ.